მოვამზადოთ პელმენები კარტოფილის შიგთავსით. თაში მოვათავსოთ ფქვილი, დავუმატოთ კვერცხი, მარილი, წყალი და მოვზილოთ ცომი. ცომი გადავიტანოთ სამზარეულოს ცელოფანში და შევდგათ რამდენიმე საათით მაცივარში. სანამ გამოვიყენებთ ცომს, ორჯერ აუცილებლად უნდა გადავზილოთ. დავდგათ კარტოფილი მოსახარშად, მე კანიანად მოვხარშავ და მოხარშულს გავაცლი კანს. მოხარშულ კარტოფილს დავუმატოთ კარაქი, მარილი, შავი პილპილი და კარტოფილის საჭყლეტით მივიყვანოთ ერთგვაროვან მასამდე. დავდგათ ქვაბი წყლით ცეცხლზე, დავუმატოთ მარილი და მივიყვანოთ ადუღებამდე. მაცივარში გამოვლილი ცომი გავყოთ რამდენიმე ნაწილად. თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ თხლად და ამოვჭრათ ჭიქით ან სხვა საშუალებით. გაბრტყელებულ ფირფიტაზე დავდოთ ერთი კოვზი კარტოფილის შიგთავსი და გადავახვიოთ ისე, როგორც კადრშია ნაჩვენები, ან თქვენ როგორც მოგიხერხდებათ ისე. ადუღებულ წყალში ჩავყაროთ სათითაოდ პელმენები და მოვხარშოთ მზაობამდე. მოხარშული პელმენები ამოვიღოთ სასურველ ლანგარზე, ზემოდან დავადოთ კარაქი, მოვაყაროთ შავი პილპილი და გემრიელად მივირთვათ. მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით. მე დაგემშვიდობებით შემდეგ გემრიელობამდე.